ეკოკორიდორების პროგრამის ფარგლებში ეკოკორიდორების ფონდის საკონსულტაციო რეგიონული ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. ეკოკორიდორების პროგრამის მიზანია მთავრობასთან ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა. შეხვედრას გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. გარემოსდაცვითი მიზნების და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გარდა დაცული ტერიტორიები და მისი ინფრასტრუქტურები ყოველთვის ხელს უწყობს ადგილობრივი სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პირდაპირ ინტეგრირება ხდება მოსახლეობის ინტერესებისა, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ამ თვალსაზრისით. დღეს ტარდება რეგიონული შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენას ვაკეთებთ ეკოლოგიური კორიდორების პროგრამის. პროგრამა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ის ემსახურება დაცული ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებას, კონსერვაციას და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას.